დასავლეთის ქვეყნებმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინეს რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია. ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროპაში ინახება. ბრიტანეთში ინახება დაახლოებით 22 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები. გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა მოწოდებითი რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმადაც ეს თანხა უკრაინას უნდა გადაეცეს. რამდენიმე დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომავალი გაურკვეველია. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი უკრაინის საკითხს სხვაგვარად უყურებს. მას განსხვავებული ხედვა აქვს ევროპის უსაფრთხოებასა და რუსეთთან ურთიერთობებზე. ასე რომ თუ გვინდა უკრაინაში ომის კუთხით პროგრესს მივახციოთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შესაძლოა შეერთებული შტატების მხარდაჭერა შემცირდეს, უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს 300 მილიარდი დოლარი გაყინული აქტივებიდან და გადავცეთ უკრაინას. ახლა დადგა დრო, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ამ საკითხში ლიდერობა გამოიჩინოს და ამ აქტივების გამოყენება მომავალში უკრაინისთვის გადასახდელი რეპარაციების დაფინანსებისთვის მოვითხოვოთ. თუ შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისთვის შემცირდება, ევროპა გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, ამბობს ალექსანდერ კოლიანდრი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი. ჩნდება შიში, რომ უკრაინას მივატოვებთ პუტინის საომარ მანქანასთან პირისპირ. თუ საქმე აქამდე მივა, ვფიქრობ, გადაწყდება ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა. კოლიანდრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა ამ თანხას ამერიკული იარაღის შესაძენად გამოიყენებს, რაც ტრამპის მხარდაჭერას მოიპოვებს. ეს კარგად ერგება ამერიკა უპირველეს ყოვლისა იდეას. უკრაინას დაეხმარება იარაღის მიღებაში და ტრამპს საშუალებას მისცემს შიდა პოლიტიკაში გარკვეული წარმატებები მოიპოვოს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და რამდენიმე ეროვნული მთავრობა აქტივების ჩამორთმების მიმართ ეჭვს გამოთქვამენ. ისინი შიშობენ, რომ თუ რუსული აქტივები განაწილდება ამ ფაქტობრივად ეროვნულ საკუთრებად გადაიქცევა და უკრაინას გადაეცემა, ეს ევროს როგორც სარეზერვო ვალუტის მიმართ ნდობას შეარყევს. უცხო ქვეყნები თავისი სუვერენული აქტივების ევროპულ აქციებში, ობლიგაციებსა და ვალუტაში ინვესტირებას იშვიათად მოახდენენ. მოსკოვი აცხადებს, რომ მისი აქტივების ნებისმიერი სახით ჩამორთმევა უკანონო იქნება და პასუხის გაცემის პირობას დებს. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, დასავლური კომპანიების უმეტესობას უკვე ჩამოეწერა რუსეთში არსებული აქტივები. ჰენრი რიჯული, ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა.